Კურძნის მოსავლის 80% დაბინავებულია უკვე 2 კვირა აღვინის საწარმოები კახეთში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ რთველი 2011-ის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება. ყოველ წელიწადს ეგეთი იყოს გლეხი მართლა წელში გასწორდება. ესეთი მოსავალი ვაზმა იცის სადღაც 30-40 წელიწადში ერთხელ. ყურძნის დიდი ნაწილი უკვე დაკრეფილია, წერს ყურძნის მოსავალი გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული რაოდენობით მოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად ფასის შენარჩუნება პროდუქტზე მაინც შეძლეს. წელს საფერავი ჩავაბარე 32 ტონა, რომ უკვე მე-6 წელია რაც მოსავალს ვიღებ, ჩემი ხელით გაშენებულია ეს ვენახები და 14-15 ტონაზე მეტი არ ჩამიბარებენ. მას შემდეგ რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა უკვე 100,000 ტონაზე მეტი ყურძენია დაკრეფილი. ბოლო 2 კვირის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ღვინის ქარხნები, რომლებიც ფერმერებისგან მოსავალს იბარებენ. 1 კილოგრამი ყურძნის ღირებულება ქარხანაში 35 თეთრია. მოვიტანე ახლა ყურძენი 20 არალი მიღება ცავი მალე იღებენ ყველაფერს. მოსავალი კარგი ქონდა, ხელზე გვაძლევენ 35-ს. გლეხებისთვის კომპენსაციის სახით ვაუჩერების გაცემა სახელმწიფო წელსაც აგრძელებს. შაშანდელის მსგავსად თითო კილო ყურძენზე მთავრობის ბიუჯეტიდან ფერმერს 15 თეთრი გადაეცემა. მოსავლის 80% კი უკვე დაბინავებულია. გასულ წელთან შედარებით გასამაგებულია, მაინც დღეს მდგომარეობით დაახლოებით 80% მოსავლისა დაბინავებულია. ეხლა შეუერთებლად მიმდინარეობს რთველი. მიმდინარეობს დღეს თეთრი ყურძნის მიღება, ქათეთრი ჯიშის ყურძნის მიღება. როგორც ხედავთ, ასევე მიმდინარეობს ვაუჩერიზაციის პროცესი, როდესაც ვაუჩერი მიეცემა თითოეულ კილოგრამზე ფინანსური დახმარების სახით მევენახეს. განსაკუთრებით დიდი მოსავლის გამო კახეთში სპეციალურად რთველი 2011 შტაბიც ამუშავდა. გლეხებს სამინისტროს თანამშრომლები ცხელი ხაზის მეშვეობით ყველა ინფორმაციას აწვდიან. ჩვენი მობილური ჯგუფები ყველა რაიონში მოძრაობენ, ხვდებიან მოსახლეობას და ადგილზე ხდება ყველა პრობლემის გადაწყვეტა, რაც შეიძლება წარმოიშვას ყურძნის დაბინავებასთან დაკავშირებით. კახეთში რთველი რამდენიმე დღეში დასრულდება, მანამდე კი დარჩენილ ყურძენს აბინავებენ. წელს ვარაუდობენ, რომ კახეთში სულ 153,000 ტონა ყურძენი დაიკრიფება.